რუსეთ-უკრაინის ომი 15 აგვისტოს ალასკის სამიტის დღის წესრიგში შესაძლოა გარკვეული შესწორება შევიდეს. თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ ტრამპი პუტინის შეხვედრას ზელენსკიც დაესწროს, თუმცა დაზუსტებით ჯერ არ თქმულა ჩავა თუ არა ალასკაზე უკრაინის პრეზიდენტიც. კიევის მერმა გერმანულ ბილდთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან. ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა, აღნიშნა კლიჩკომ. თეთრი სახლის და კრემლის ლიდერების სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიების საკითხი იქნება. დაესწრება თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპი პუტინის შეხვედრას ალასკაზე დაზუსტებით ჯერ უცნობია. თუმცა ალბათობა გაჩნდა, როცა გავრცელდა ცნობა, რომ თეთრმა სახლმა შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევის საკითხის განხილვა დაიწყო. ცნობას NBC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მსჯელობა დაწყებულია, საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამასთან უცნობია ჩავა თუ არა ზელენსკი ალასკაზე. იმედია კი. 15 აგვისტოს შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკის დასწრების საკითხი მას შემდეგ წამოიწია, რაც უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის საკითხი უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ უნდა განიხილებოდეს. ამის შესახებ ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტანეთში ევროპის შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომლითაც ევროპამ შეერთებულ შტატებს პუტინთან მოლაპარაკების თავისეული გეგმა წარმოადგინა. დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ისეთი მიდგომა იქნება წარმატებული, რომელიც აერთიანებს აქტიურ დიპლომატიას, უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას უკანონო ომის დასასრულებლად. ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტილებამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესები, რომელიც მოიცავს ძლიერი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინას აქვს საკუთარი ბედის არჩევის თავისუფლება. როგორც ცნობილია, ტერიტორიების გაცვლა ალასკის სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება. ამ საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია კი ცნობილია. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიას ოკუპანტებს არ დაუთმობს და რომ პუტინის სურვილი განკარგავდეს უკრაინულ მიწებს სურვილად დარჩება. ყველა ხედავს პუტინის ტაქტიკას, მას ეშინია სანქციების და ყველაფერს აკეთებს მათგან თავის დასაღწევად. მისი სურვილია ომსა და მკვლელობებში პაუზა ჩვენი მიწების ოკუპაციის ლეგალიზაციაზე გაცვალოს. მას ტერიტორიული ნადავლის მეორედ მიღება სურს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინის გაყოფის ეს მეორე მცდელობა განახორციელოს. ტერიტორიებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს რთული გადაწყვეტილების მიღება რომ მოუწევს, ამას კიევის მერი ბილდთან საუბარშიც ადასტურებს. ვიტალი კლიჩკო ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს აუცილებლად მიიჩნევს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მონაწილეობით. ჩვენი ქვეყანა და რეგიონიც დაიღალა ამ ომისგან. ჩვენ მისი დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა ვიპოვოთ. სამწუხაროდ ამ ომისთვის უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ. რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნას ტერიტორიული დათმობის შესახებ, ჯერ ამაზე საუბარი მეტისმეტად ნაადრევია. ამ საკითხის გადაწყვეტა პრეზიდენტ ზელენსკის მოვალეობაა. მას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. უკრაინელთა ნაწილი არასდროს იქნება მზად ქვეყნის ნაწილი რუსეთს დაუთმოს. ომი უკრაინაში გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა დეპროპეტროვსკის ოლქზე ღამით მორიგი იერიში მიიტანეს. დაიბომბა სარკინიგზო ვокზალი და ახლო მდებარე ობიექტები. სამიზნეში მოექცა რუსეთის ქალაქი სარატოვიც. უკრაინამ დრონებით იერიში ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა. მანამდე კი თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქის დასახლების ბესალოვსკის რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლების შესახებ ცნობა გაავრცელეს.